Prisoners serving life sentences wait for the earth to suddenly shake, for the walls to somehow suddenly come crumbling, tumbling, and for the bars to somehow magically break. There's nothing wrong with them that $1,000 can't fix, that 1,000 arms can't hold me down. In the ground they're tattooing the stones with cusses like cavemen. Your mama was here. They wanna run through the air with no barriers. Gunmen or guard dogs or priests, and to rise from the mud and start over and over with the people out dead. If Hans Christian Andersen could have had his way with me. მსგავსია ჩემი ფიქრების და სადღაც მივხვდით ცისფერს მანებას, მოცემულ სხეულს ვერ ურიგდები, მაგრამ ჩემი და მენანება სისხლი იქცევა მე ვერ ვისვენებ, ეს გული ისევ დაისრულია. იქ მინდა სადაც მეფობს სიბნელე, სადაც ის ისმის, არ ისმის ხმების სრულია. ამ ლექსით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს განმარტოვება, როცა მარტო ვარ და ვწერ რაღაცას, მაგალითად გადავიტანო ჩემი ფიქრები ხურცელზე და იმიტომ რომ არ შემიძლია მაგალითად პირადად ვესაუბრო ადამიანს ესეთ რაღაცაზე და იმიტომ რა ჩემი აზრით უფრო ადვილია ხურცელზე გადმოიტანო შენი ცნობები, ვიდრე პირადად უსწრო. ადამიანს და ალბათ მაგიტომ. ეს ვედრებაში შველი მეუცხოა მეგვიან, ღამევნებით შეშლილი ყელზე გადამეხვია, თეთრი შუქი ინთება, ჩემი სულის დავარდის, ტირილი მინდება, შენთან უხმოდ დავარდნეს, ღამე, მარტო ვიყავი, ხო და რაღაც მუზა მომივიდა, ასე ვთქვათ, ხო და მარტოობა იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ ვიღაცა გინდა შენს გვერდით იყო, უბრალოდ თავს გრძნობდი იმ დროისათვის მარტო არავინ არ იყო, რომ ჩემთვის გაეგო. ხო და გადავწყვიტე, რომ დამეწერა ამაზე, ამ თემაზე ლექსი. და რაღაც მე მომეშვა თითქოს ეს ყველაფერი და ძალიან კარგად ვცნობდი თავს. თავისუფლება თუნდაც იგი იმით, რომ იქ ხალხი აქ სოფელში არის, რომ რა ვიცი, და საღამოთი რომ გამოხვიდე გარეთ, გაკრიტიკებენ, რაღაც ისე განსხვავებულად რომ ჩაიცვა, იტყვიან, რომ რა ვიცი, გაკრიტიკებენ ხალხი დიდი ასაკი. მე მგონი ახალგაზრდებიც აკრიტიკებენ და არა მარტო ხო და ახალგაზრდები მე გამოუწევროთ ამიჩი. გამოვწევად რა იცით რა არის საქართველოში ერთი მხრივ შეიძლება თქვა რომ აღიარებო და აი ისა დადებითი კუთხითაც შეხედო, მაგრამ სხვა პიროვნებასთან როდესაც მოხდებიან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, იმ წამს ცვლიან თავის მოსაზრებებს და ხდებიან, აი მაგალითად რო იტყვიან რომ ეს მომწონს და შეხვდება ადამიანს, რომელსაც ეს არ მოწონს, ხო იტყვიან რომ ეს არ არის და ამას აკრიტიკებენ ისა და მე ვფიქრობ რომ საქართველოში ეს პრობლემა არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს და მაგალითად თუ ვინმე იძახის რომ შუშანიკი ყველა იძახის ამ როდესაც იკითხავს შუშანი ყველა ამართლებს, მაგრამ ერთმა ადამიანმაც რო გააკრიტიკოს უკვე ეს ჩვენს ქართველები ისე ვართ ფსიქიკაში, ისე ვართ აწყობილები, რომ უარყოფით ისკენ წავალთ და ვეძებთ ყოველთვის ადამიანში უარყოფით უფრო მეტს ვეძებთ ვიდრე დადებით. ყველა ერთნაირი ადამიანი ხომ ვერ იქნება, მაგრამ დაღუპულა მთელი სოფელი. არ არის მოსული ასეთი
ეხლა ვიძახი რომ ვიღაცასაც თქვა რაღაც ნიჭი აქვს ან მაგალითად იმას არ უნდა დაც უნდა შენ არ გეკითხება რომ გააკრიტიკო იმას რასაც უნდა იმას გააკეთებ შენ გააკეთე ის რაც შენ მოგწონს და იმასაც უნდა იმას გააკეთებ ანუ ყველას თავის თავი უნდა ეს ჯერ თავის საკუთარ თავს უნდა პატევი და მერე სხვა დებგომა პროფესია დადგაიგია ბიჭო მაგალითად აი რაღაცა აირჩიე ხო იმაზე ჩააბარ მაგალითად ხატრობა მე მხატრობა რა გასაკრიტიკებელია აბა რა პრობლემა უდგას ხატრობა ან გინდაც მომღერლობა და ესეთი ხო თქვი აბა რა მომღერლობის პრობლემა აქვს უკა დამამთავრებინე თქვა ასე ხო აი იტყვი რომ ეს უნდა ამაზე უნდა ჩავაბარო მაგალითად წავიდე ვისწავლო და აი თავიდანვე თუ მეგობრებმაც და თვითონ იმ ადამიანებს ხელი არ შეგიწყდა და იგითხეს რომ გაგაკრიტიკეს დაიწყეს სიცილი იმაზე გული აგიცროვდება და შეიძლება იმის გამო საერთოდ ისე დარჩა და ადამიანი და იმის გამო იტყვი ვეღარ იტყვი მე იმის მერე ვერაფერს რომ იტყვი რომ აი კიდე დამცინებენ და კიდე გამაკრიტიკებენ და გააიმავებენ ამ ჩემს სიტყვებს და ვეღარ იტყვი ვეღარ გაანდობ და ჩაიკეტები შენში ამას სტიმული უნდა მოგეცეს კრიტიკა ხარდაჭერა უნდა იგრძნო მეგობრებიდან და საერთოდ ადამიანებიდან რომ შეიძლება მეგობრებმა არ დაგიჭირონ ხარი მაგრამ შენ როდესაც დატყობ რომ კრიტიკას გაძლევ შეიძლება ხო სტიმული გეძლევა და უმტკიცებ ადამიანს რომ მე შემიძლია და ნიადას გავაკეთებ ზოგი მე მართლა სერიოზულად მინდოდა რომ გამختارიყავი გემის კაპიტანი მაგრამ აი სახში რომ ფიეს ან მეგობრებს რაღაცა აი ეს სიცილად არისო და მე გადავწყვიტე რაღაცა რომ ყველა დამცინოდა მაგაზე და მე გადავწყვიტე რომ სხვა პროფესია მეცადა და ეხლა არა თვითმფრინავის გო არა მაგაზე ვლაპარაკო და კიდე იცინით მაგალითად გოგო არ და მე მგონი რომ ამბობენ რომ გემის კაპიტანს სჭირდება მტკიცე ხასიათი და აი ძლიერი უნდა იყოს და რაღაცა და ფიქრობენ რომ რადგან გოგო არის არ შემიძლია ან რაღაცა და ხშირად მაგიტო დამცინიან მომის და შენ უნდა დაამტკიცო რომ შეგიძლია აი მაგალითად აი როგორ გადავატკიცო რომ არ მაცლიან როგორ და დაამტკიცო ეხლა თუ შენ ოჯახიდან გაქვს რაღაცა ოჯახიდან არა როდესაც ადამიანი აკრიტიკებს შენ მას პირიქით უნდა მოგეცეს სტიმული რომ ის გააკეთო დაამტკიცო რომ მე შემიძლია შუა გზაზე რომ გაჩერდე იმას ნიშნავს რომ გაეცი და შენ არაფერს გაკეთება არ შეგიძლია და დაამტკიცო რომ და ბოლოს თვითონ მეგობრებიც მიხვდებიან თუ ეს შენ გამოგივიდა და რაღაცა მიხვდებიან რომ არ იყო მართალი და უნდა მხარი დაეჭირათ და მეგობარი არ უნდა დაეკარგათ მაგის მიზნად შემოგვეცა რა ხალხით და ფიქრობენ რომ კაცის საქმეში ქალმა არ უნდა ჩაერიოს და რაც კაცის მოვალეობა ის ქალმა არ უნდა გააკეთოს იგივეა გემის კაპიტნობაზე მე ვფიქრობ რომ საქართველოში ამას ანიჭებენ დიდ პიროვნებას თუ რა სქესის ხარ ადამიანი ძალიან მომწონს ესეთი ადამიანი ქალები რომლებიც აქტიურად არიან ჩამულები ყველა საკითხში ყველგან არის საჭირო ესეთი აქტიური ქალები რა თქმა უნდა თუ ძალიან კარგი აზრები აქვს და მოსაზრებები მე მგონი მარა შუაში ამან კაცია თუ ქალი თავარია ის საქმე გაკეთდეს და მოგვარდეს პრობლემა და მნიშვნელობა არ აქვს in my cell I'm tattooing myself with mermaids and swallows and I do swallow my mama thinks I'm grown but I'm really just little and someday I will remember